ეკონომიკის ზრდა, რომელიც ყველას არ ეხება. საქართველოს ისტორიაში პირველად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 700,000-ს გადააჭარბა. ათასობით ადამიანი სიდუხჭირესა და არასათანადო პირობებში ცხოვრობს. ოჯახებს ჭარბვალიანობის სერიოზული პრობლემები აქვთ. 2015 წლის შემდეგ საქართველო 253,700-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ამ რეალობის პარალელურად მუდმივად გვესმის, რომ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი გაურმაგდა, ექსპორტი გაუთხმაგდა, ხელფასები გაიზარდა, უმუშევრობა შემცირდა. რეალურად, რაზე დგას საქართველოს ეკონომიკა და რას ნიშნავს ეკონომიკის ზრდა ხალხისთვის? ტექნიკურად, ჩვენს ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, თუმცა ეკონომიკის ზრდა პრიმიტიული და არაფრის მომცემია. მეტიც, ზრდის დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომითა და მასთან დაკავშირებული მოვლენებით არის გამოწვეული. 2021-24 წლებში ეკონომიკური ზრდის 59% იმ სექტორებზე მოდიოდა, რომლებზეც რუსეთს ზეგავლენა ჰქონდა. საქონელი, რომელიც საქართველოს ექსპორტზე გააქვს, 2010 წლის საექსპორტო საქონლისგან დიდად არ განსხვავდება. ძირითადი განსხვავება მხოლოდ მის მოცულობაშია. ყველაზე მეტად მანქანების ექსპორტის მოცულობა გაიზარდა და 2024 წელს ექსპორტის 39% შეადგინა. მანქანების უდიდესი ნაწილი რუსეთში მიდის. 2021 წლიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის 60% სწორედ მასთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, ექსპორტის ათეულში მედიკამენტების გარდა ვერ ვნახავთ ტექნოლოგიურად შედარებით დახვეწილ პროდუქტს. იმის პარალელურად, რომ ქვეყანა ექსპორტისთვის ფაქტობრივად არ აწარმოებს ამგვარ პროდუქციას, იგი არ ზრუნავს კვლევასა და განვითარებაზე. ეს ყველაფერი მკვეთრად უარყოფითა დაისახება ქვეყნის ექსპორტის არსებულ და სამომავლო პოტენციალზე. ექსპორტის პრიმიტიული ხასიათის გამო, სერიოზული რეფორმების გარეშე, საქართველო ვერ შეძლებს მიაღწიოს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნის დონეს. იმის გამო, რომ ქვეყანას ექსპორტზე საკმარისი მოცულობის საქონელი ვერ გააქვს, იმპორტის ნახევარს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებითა და უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით აფინანსებს. ეს ნიშნავს, რომ ადეკვატური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი საგნების ყიდვა შესაძლებელი ხდება საქართველოდან წასული ემიგრანტების ხარჯზე. ყოველ მეხუთე დოლარს, რომელსაც ქვეყანა იმპორტზე ხარჯავს, საქართველოს ის მოქალაქე იხდის, რომელიც ოჯახს ტოვებს, საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის და თანხას თავის ქვეყანაში გზავნის. ეკონომიკის ამგვარი პრიმიტიული ზრდა აღრმავებს რეგიონულ უთანასწორობას. 2023 წლის მონაცემებით ზრდის 76% მხოლოდ თბილისსა და აჭარაზე მოდიოდა. დანარჩენი რეგიონები კი ფაქტობრივად თვით გადარჩენის რეჟიმში არიან. თბილისსა და აჭარის მიღმა, რეგიონების მიერ შექმნილი მწირი მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოს ეკონომიკას ვერ აძლიერებს. ეს მოსახლეობაში მნიშვნელოვან რეგიონულ განსხვავებებსაც იწვევს. მაგალითად, რეგიონების დიდ ნაწილში საშუალო თვიური ხელფასი თბილისის მაცხოვრებელთა ანაზღაურების პრაქტიკულად ნახევარია. მთლიან შიდა პროდუქტში ხელფასების წილი საქართველოში ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაზე დაბალია და 46%-ია, ხოლო კომპანიების მოგება 38%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპის საშუალო მაჩვენებელთან ახლოს იქნებოდა, შრომელები ანაზღაურების სახით დამატებით 3 თვის ხელფასის ოდენობის თანხის მიღებას შეძლებდნენ. გამოდის, რომ თუ ადამიანი თბილისში ან ბათუმში არ ცხოვრობს, ან და ბიზნესის მფლობელი არ არის, მისთვის ეკონომიკური ზრდა უმეტესწილად მხოლოდ ფასების ზრდას ნიშნავს. ეს ზრდა ვერ ქმნის საკმარის სამუშაო ადგილებს. 600,000-ზე მეტ ადამიანს მუშაობა სურს, თუმცა ამას ვერ ახერხებს. 2000-2024 წლებში წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 14,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ ტემპით ევროკავშირის დასაქმების დონეს საქართველო მხოლოდ 19 წელში მიუახლოვდება. უმუშევრობისა და ეკონომიკური უთანასწორობის შედეგად ადამიანების სოციალური მდგომარეობა მძიმდება. ყოველთვიურად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ხდებიან სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულები და ვერ ახერხებენ თავიანთი მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებასაც კი. რა არჩევანი რჩება ხალხს? ერთ-ერთი გზა, რასაც ადამიანები გადარჩენისთვის მიმართავენ, სესხის აღებაა. წლების განმავლობაში შინამეურნეობებზე გაცემული სესხის მოცულობა მხოლოდ იზრდება. მათ შორის იზრდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ეგრეთ წოდებული მევახშეების მიერ ოჯახებზე გაცემული სესხების მოცულობა. სესხის მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შემოსავალი. ამიტომ მოსახლეობისთვის სესხის ტვირთი დღითი დღე მძიმდება.
2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე სესხის საშუალო მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და თითქმის 96,000 ლარს შეადგენდა. გრძელვადიანი სესხების თითქმის 3/4 უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი. ეს კი ნიშნავს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ადამიანი უძრავ ქონებას, მათ შორის საცხოვრებელს დაკარგავს. მხოლოდ 2020-24 წლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 4500-ზე მეტი უძრავი ქონება გაასხვისა. მოსახლეობის კიდევ ერთი არჩევანი ქვეყნიდან წასვლაა. 2023 წელს მიგრაციაში 71,500 საქართველოს მოქალაქით მეტი წავიდა, ვიდრე უკან დაბრუნდა. ეს 2001 წლიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებლებიც ძალიან მაღალია. 36,000 მხოლოდ 2024 წლის პირველ ნახევარში. რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის სრული მაჩვენებელი დიდი ალბათობით საქართველოსთვის რეკორდული იქნება. მიგრაციაში წასული ადამიანები თავიანთ შემოსავალს საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს უგზავნიან. ამ გზავნილების მოცულობა მილიონობით აშშ დოლარს აღწევს. ფულადი გადარიცხვები ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებთან ერთად იძლევა ეკონომიკის გადარჩენის შესაძლებლობას. და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ჭარბოვალიანობას განიცდის და 100,000-ობით ადამიანი ვერ საქმდება, ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ეკონომიკა უპრეცედენტოდ იზრდება, უფრო მეტიც ევროკავშირსაც კი უსწრებს. სინამდვილეში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მირაჟია, რომელიც რუს ტურისტებზე, მიგრანტების ფულად გადმორიცხვებსა და მეორადი მანქანების რუსეთში ექსპორტზე დგას, და რომელიც მოსახლეობის მდგომარეობას ვერ შეცვლის. პირიქით, მათ ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს.